ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, ნამდვილად მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი გუნდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და შესაბამისად სწორად ინფორმაციის გავრცელება უმნიშვნელოვანესია, ასე რომ მადლობა. ციცი, რატომ დადგა დღის წესრიგში ახლა ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტი? უშუალოდ ფილარმონიაზე საუბარი მოდით ცოტა უფრო წარსულიდან დავიწყოთ და ვთქვათ, რომ 50 წლის განმავლობაში ფილარმონია ნამდვილად ასრულებდა როგორც ქვეყნის, ისევე რეგიონის მთავარი კულტურული ცენტრის ფუნქციას. თუმცა დროთა განმავლობაში დრომ თავისი კვალი დაატყო ამ ყველაფერს და სამწუხაროდ ბოლო პერიოდში იმდენად აქტიურად ვეღარ ფუნქციონირებდა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც შეეძლო მას ეს ფუნქცია შეესრულებინა. ამ მასშტაბში იგულისხმება თანამედროვეობის გამოწვევები, იმიტომ რომ თუ საუბრობთ, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს გასართობი ინდუსტრია და ხედავთ, რომ მოთხოვნადია, ხო? იმიტომ რომ ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა, როგორც გაყიდული ბილეთების სტატისტიკა მეტყველებს ამაზე, ისევე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც საქართველოში სწორედ რომ ამ live performance-ის გამო ჩამოდიან, მეტყველებს იმაზე, რომ საჭირო არის დედაქალაქს კონდეს ცენტრი, რომელიც პირველ რიგში სეზონურობის პრობლემას მეტნაკლებად გადაჭრიდა და მეორე ხელმისაწვდომს გახდიდა დედაქალაქში მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღონისძიებების მასპინძლობას, იმიტომ რომ ამასაც არაერთხელ გვისაუბრიათ უნდა თქვენ ეთერში, რომ თანამედროვე შოუები დიდი ხანია გაცდა კონცერტის ფორმატს და დიდი ხანია ვარსკვლავები ცდილობენ უფრო სანახაობრივი გახადონ თავისი შოუები. შესაბამისად ამ სანახაობრიობის დაკმაყოფილება სჭირდება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვა და ამ ტექნიკური აღჭურვის მოდერნიზებას საჭიროებს პირველ რიგში ფილარმონიის შენობა, რომ აღარაფერი აღარ ვთქვათ ინფრასტრუქტურულ განახლებაზე, იმიტომ რომ ორი მიმართულებით უნდა წავიდეს მუშაობა. კონკრეტულად რა გაკეთდება, ციცი, რა იგეგმება? როგორც უკვე ვთქვი, ორი მიმართულებით წავა ძირითადი სამუშაოები, ინფრასტრუქტურულ ნაწილსაც შავშლიდი, იმიტომ რომ თანამედროვეობის გამოწვევები ინფრასტრუქტურულ ნაწილსაც ეხება, ხო? პირველ რიგში თუ საუბრობთ ხელმისაწვდომობაზე, ყველანაირი ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი კულტურა. შესაბამისად, პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ შენობა სრულად ადაპტირდება ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. სრულად განახლდება როგორც სახანძრო სისტემები, ისევე ვენტილაცია, გათბობა, გაგრილება, იმიტომ რომ აქაც მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოდიოდეს. სრულად შეიცვლება ტექნიკური მექანიზმები, სასცენო მექანიზმები, შეიცვლება განათების აპარატურა, გახმოვანების აპარატურა, ერთი სიტყვით განახლებული ფილარმონია, როდესაც სრულად იქნება მზადყოფნაში, რომ უმასპინძლოს პირველ ღონისძიებას, მოსული ადამიანები, რომელსაც სურვილი ექნება, რომ ბლექსიარენის მსგავსად ფილარმონიაში ჩაატაროს ღონისძიება, მას სრულად დახვდება როგორც ტექნიკური აღჭურვა, ასევე გუნდი, რომელიც მზად იქნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ღირებული რესურსისთვის, ანუ ღირებული შედეგისთვის დაეხმაროს ყველა ორგანიზატორს, რომ აღარაფერი აღარ ვისაუბროთ იმაზე, რასაც სარინგ ჯორჯია თვითონ დაორგანიზებს, იმიტომ რომ აქაც შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი გეპი გვაქვს საქართველოში ბოლო პერიოდში ხელმისაწვდომი არის უფრო კონცერტები და უფრო საშემსრულებლო გამოსვლები. არ არის სამწუხაროდ განებივრებული საოჯახო ტიპის ღონისძიებებისთვის, მიუზიკლებისთვის, სხვადასხვა სახის წარმოდგენებისთვის, ასე რომ ვიმედოვნებთ, რომ როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ ფილარმონია იქნება განახლებული სახით, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც გამოდგება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის. მათ შორის არა მხოლოდ საკონცერტო. არა მხოლოდ საკონცერტო და ეს გვაძლევს იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ ახალი ფილარმონია გახდება თანამედროვე ხელოვნების აქსელერატორი, რომელიც კულტურული ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს რეგიონში. ციცი, რამდენად დატვირთული იყო ფილარმონია აქამდე, დაახლოებით თუ არსებობს და თუ გაქვთ თქვენ ეს სტატისტიკა, წლის განმავლობაში რამდენი ღონისძიება ტარდებოდა და რამდენად შეუწყობს ხელს ეს რეაბილიტაცია სტატისტიკის გაზრდას? თავისავად, დაახლოებით 2 წელი არის გასული უკვე მას შემდეგ, რაც სარინგ ჯორჯი აქტიურად იყო ამ პროცესში ჩართული. 2 წლის განმავლობაში მიდიოდა მუშაობა ტექნიკური დავალების სწორად შემუშავებაზე, იმიტომ რომ
რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ამ კვირაში გამოცხადება უკვე კონკურსი, რომელიც საერთაშორისო კონკურსი იქნება. რატომ საერთაშორისო? ისევ იმიტომ, რომ გვინდოდა მაქსიმალურად ისეთ კომპანიებს მიეღოთ კონკურსში მონაწილეობა, რომელსაც მსგავსი ტიპის შენობებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, იმიტომ რომ ყველა ჯერდებით იმაზე, რომ არასტანდარტულ შენობაზეა საუბარი, რომელსაც სპეციალური დანიშნულების გარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსია და აქაც დამეთანხმებით, რომ ბევრ ქვეყანაში მსგავსი ტიპის ძეგლები შენარჩუნებული არის, ჯერ მარტო იმიტომ პირვანდელი სახით, რომ ქვეყნის კულტურული სავიზიტო ბარათი იყოს და მეორე, რომ ტურისტულათაც მიმზიდველი გახდეს, ხო? თვითონ ისევ ტექნიკურ დავალებას რომ დაუბრუნდეთ, ტექნიკური დავალების შესრულებამ ცხადყო ის, რომ უფრო აქტიური ჩართულობა იყო ამ პროცესში ჩართული და სარინგ ჯორჯიას გუნდი ბოლო 1 წლის განმავლობაში ფიზიკურადაც ფილარმონიის შენობაში ვიყავით გადასულები იმისთვის, რომ უფრო ადგილიდან გვესწავლა, უფრო მეტი დაკვირვებით თუ რა კატეგორიის ღონისძიებები იმართებოდა, რა კატეგორიის მსმენელი დადიოდა და ასე შემდეგ. გაგიკვირდებათ, მაგრამ გეტყვით, რომ 2025 წლის სეზონი ფაქტიურად ერთი დღე არ ქონია ფილარმონიას ჩავარდნილი და ყოველი ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი კვირა დატვირთული იყო. აქვე იმასაც ვიტყვევ, რომ ძირითადად რა კატეგორიის ღონისძიებებითაც იყო დატვირთული და რა კატეგორიის მომხმარებელიც იყო, არის დაახლოებით საშუალო და მაღალი ასაკის მომხმარებელი. ზუსტად ამიტომ უსვავთ ხშირად დავაკეთებთ აქცენტს იმ ფაქტზე, რომ გვინდა თანამედროვე ფილარმონია იყოს ისეთი ტიპის შენობა, რომელიც უმასპინძლებს როგორც ახალგაზრდებისთვის საინტერესო ღონისძიებებს, ისე საშუალო და მაღალი ასაკისთვისაც და გვინდა რომ ეს იყოს შენობა, რომელიც თაობებს გაერთიანებს, იმიტომ რომ აქაც რომ დავფიქრდეთ 2 წამით, მივხვდებით რომ სამწუხაროდ, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, გაგვიჭირდება ისეთი სივრცის მოძებნა, სადაც ოჯახს, დედას, შვილს, შვილიშვილს, ბებიასთან ერთად შეუძლია წასვლა და გვინდა რომ ეს ამოცანა ფილარმონიის თანამედროვე კონცეფციით ამოხსნათ. აქვე ერთ დეტალსაც დავამატებ, იმიტომ რომ ახალი კონცეფციის ნაწილი არ გულისხმობს მხოლოდ ღონისძიებებს და გულისხმობს, რომ ფილარმონია გახდეს სივრცე, რომელიც მთავარი მიზიდულობის ცენტრი გახდება თანამედროვე ხელოვნები დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ეს იქნება სივრცე, რომელსაც დამატებით კიდევ ერთი ექსპერიმენტული სცენა, რომელიც ახალგაზრდა შემსრულებლებს მისცემს სხვანაირი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული შენობის ნაწილში დაემარტება ხმისჩამწერი სტუდიები, სახელოსნოები ვიზუალური ხელოვნების არტისტებისთვის, იმიტომ რომ ისევ და ისევ თუ საუბრობთ შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაზე და გასართობ ინდუსტრიის განვითარებაზე, ამ სფეროს სპეციალიზირებული კადრები ჭირდება და კრეატიული ინდუსტრიების ცენტრი, რომელიც პროფესიული სკოლა იქნება ფილარმონიის შენობაში, ზუსტად ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, რომ მათთვის საინტერესო ახალი პროფესიაც კი იპოვონ. ციცი, ბოლოს მინდა გკითხოთ კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც ასევე კავშირშია ფილარმონიასთან, ფილარმონია დროის კადრები. რა პროექტია, რა იგეგმება? ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი და საამაყო პროექტი არის გუნდის თითოეული წევრისთვის, იმიტომ რომ როდესაც გადავედით ფილარმონიის შენობაში და ადგილიდან დავიწყეთ შენობის შესწავლა, აქ ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი რაღაც აღმოვაჩინეთ და მათ შორის იყო საარქივო მასალა, რომელიც გადავწყვიტეთ, რომ დაგვეკონვერტირებინა ციფრულ სამყაროში და ხელმისაწვდომი გაგვეხადა ხელოვნები დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის. საარქივო მასალაში იგულისხმება როგორც ძველი აფიშები, ფირები, ფოტოები და ზუსტად ამ მასალის უნიკალურობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალკე დამოუკიდებელ კამპანიად გვექცია პროექტი ფილარმონია დროის კადრები, რომელიც სოციმედია არხების საშუალებით გააცნობს ადამიანებს თითო ფირის ისტორიას, თითო აფიშის ისტორიას. ეს იქნება საჯარო, ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომელიც ახალ თაობას სანამ ახალი ფილარმონია ფიზიკურად იფუნქციონირებს, მანამდე ასწავლის ამ შენობის კულტურას, რომ იქ მოსულმა ყველა ადამიანმა იცოდეს სად მოდის, რა კულტურის მატარებელი შენობაა და ზოგადად რა კულტურის მატარებელი ქვეყანა ვართ.